ერთფრიად უცნაურ თემაზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. იცით თქვენ რომ ჩვენი სოციალური ქსელი ისევე როგორც პრინციპში ყველა ქვეყნის ან ბევრი ქვეყანაში არსებული სოციალური ქსელი, მაგრამ ჩვენთან ძალიან პოპულარული Facebook-ი არის სიძულვილით სავსე. და ჩვენ გვაქვს ეს ჩემი მოსაზრებით მაინც ერთგვარად მცდარი ან მნიშვნელოვანწილად მცდარი სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ სოციალურ ქსელში ვინც სიძულვილს თესავს, ესენი უმრავლეს შემთხვევაში არიან ტროლები, ანუ პირები, რომლებიც დაახელფასა საქართველოს de facto ხელისუფლებამ, ამა თუ იმ უწყებამ, ამა თუ იმ სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციამ, დედაქალაქის მერიამ, რომელიმე ქალაქის მუნიციპალიტეტმა, საკრებულომ, გამგეობამ, მერიამ, ამა თუ იმ სიპმა, ამა თუ იმ არ ვიცი, რაღაცა სახელისუფლო ვერტიკალში არსებულმა სტრუქტურებმა. და ასეც არის განა არა მნიშვნელოვანი წილი ან გარკვეულწილად ბევრი ტროლი, ვინც არის სოციალებში სხვა ადამიანების გვარსახელებით მოგონილი თუ შექმნილი სახელდახელოდ შექმნილი პროფაილებით, რომლებსაც ხან ვარდის ფოტო უყენიათ და ხან ღვთისმშობლისა და სახელი კი აქვთ ნინო, პეტრე და პავლე, ისინი რასაკვირველი არიან ტროლები დახელფასებული. მაგრამ მე მგონია რომ საკმაოდ ბევრი რეალური ადამიანიც არის სიძულვილით ახსავსე, სიძულვილით გაჯერებული და ასევე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ტვინ გამორეცხილი, რომლებიც აკიგითხარით რომ სხვა ადამიანების დემონიზაციას, ჩაწიხვას, სხვა განსხვავებული პოზიციების ადამიანების განდევნას, გარიყვას, დაჩაგვრას უწყობენ ხელს. რეალური ადამიანებიც არიან ტვინ გამორიცხილები, მეთქი ასე ვამბობ, იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით ესეც რუსული სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საუკეთესო დაიტაცა საქართველოს de facto ხელისუფლებამ, დააფინანსა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, დააფინანსა არა მაინც და მაინც კონკრეტული პირები, არამედ ეს მთელი ეს ამბავი დააფინანსა და ათეულ ათასობით, ალბათ ასე უნდა ვთქვა, ტროლი, მაგრამ ათეულ ათასობით ისედაც ყოველგვარი დახელფასების გარეშე სიძულვილით განმსჭვალული ადამიანი შექმნა, წარმოქმნა ჩვენ საზოგადოებაში, რომლებიც აკიგითხარით რომ ესეთ საშინელებებს ჩადიან სხვა ადამიანების მიმართ მეთქი და ცდილობენ რომ ეს სხვა ადამიანები დააბულინგონ ხშირ შემთხვევაში. როდესაც მე არ ვიცი ვინ როგორ რეაგირებს, მინახავს ადამიანები ჩვენ სინამდვილეში სივრცეში ცნობილი ადამიანები, რომლებიც ამაზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ და სულ მინდა ამ ადამიანებს უთხრა ამგვარი რამ, რომ დაიკიდეთ რა. დაიკიდეთ, იმიტომ რომ ტროლბოტებიც არიან, ტროლებიც არიან, რასაკვირველია, მაგრამ თუ ტროლები არ არიან თქვენ წინააღმდეგ ამ კამპანიის ავტორი, აგორებული კამპანიების ავტორები, ტროლებიც არიან, მაგრამ სხვაებიც არიან, რეალური ადამიანები, ისინი არიან ტვინ გამორეცხილები და ამ ადამიანებს ვინც ნამეტანი ნერვიულობს, ხო? მინდა რომ უთხრა გამამხნევებელი სიტყვები ხოლმე, ხშირად მინდა ხოლმე ამის თქვა. ახარ დაგიმალავთ ეხლა რომ ჩემს წინააღმდეგაც არის რაღაც კამპანიები აგორებული 1-გან, 2-გან, 7-გან, 30-გან, მინახავს ამოგლეჯენ ხოლმე რაღაც ერთ ფრაგმენტს ჩემი სტატუსიდან ასე მაგალითად კონტექსტის გარეშე, ან ერთ ვიდეო ბლოგს შესაძლოა ეს ამ ვიდეო ბლოგიდანაც ამოგლიჯონ რომელიმე მონაკვეთი კონტექსტის გარეშე, მანამდე რა ვთქვი, მერე რა ვთქვი, სად ჩავსვიესწინადება, ამას ფეხებზე იკიდებენ, გამოაქვეყნებენ ხოლმე რეალური ადამიანებიც, არა მხოლოდ ტროლბოტები, არა მხოლოდ ტროლები, რეალური ადამიანებიც და მიდის რაღაცა გინებას, სწორი სიტყვა ალბათ, მოკლედ შეურაცხყოფელი სიტყვები ჩემს მიმართ, ჩემს წინააღმდეგ. მე გონია და ასეც არის, რომ მე საკმაოდ მყარი ფსიქიკის ადამიანი ვარ, მაგრამ ბოლო პერიოდში შევატყე საკუთარ თავს, რომ თითქოს 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ რომ ვიღაცას გამოვეხმაურე, რაღაცა პატარა ინტერნეტ კონფლიქტიც კი მომივიდა ერთ ღირსეულ კაცთან, მე თუ მკითხავ,
რომელიც ბილწი სიტყვით ბით გამოირჩა, მასთან მოვაგვარე ეს ტკბილი სიტყვით, მოდი ასე ვიტყვი და ასე შემდეგ, მაგრამ აყვება, ანერვიულდები ხოლმე განსაკუთრებით, როდესაც უაღრესად დიდი სიძულვილი არის და სხვას რაღაც მოუწოდებ შედალო ცვილო მეთქი ვეკითხები საკუთარ თავს, როდესაც შენ აგე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თურმე აღელდი და რაღაც შეეპასუხე ვიღაცებს, რაც არასწორია. ამ თავით ვეგეტყვით, ანუ უნდა გაატარო ფეხებზე უნდა დაიკიდო და ასე შემდეგ. ეხლა ერთ-ერთი ბოლო კამპანია უკავშირდება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ აგორდა, უკავშირდება იმას, რომ მე ვთქვი, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა გამარჯვებულია, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ხელს მოაწერს ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას, რასაც არ მოაწერს ხელს, რა საკვირველია, მაგრამ აი ეს მონაკვეთი უკრაინა გამარჯვებულია ამოჭრეს, არ მიაწებეს, კვლავ მეორე მონტაჟი არ არის, ამოჭრეს ბოლოსში რას ვამბობ და თავში რას ვამბობ, ანუ რა კონტექსტში ვსვამ წინადადებას, ეს კი აღარ უჩვენებიათ მაყურებლისათვის და წავიდა და რაღაცა ავის 700 რაღაცა 500 რაღაცა კომენტარი შეარებია და ასე შემდეგ. ეხებზე კიდე მეთქი აკითხავთ და მართლა არ მინდა გამოვეხმაურე და მეცადე რომ განმემართა, მაგრამ მართლა არ მინდა არ არის სწორი საბოლოო ჯამში ამ ტროლბოტებთ რეალურ ადამიანებთან მათში პოლემიკაში შესვლა რატომ თქვი როგორ თქვი და ასე. თუმცა აი ამ ვიდეო ბლოგში კი განმარტავ რას გულისხმობდი იმ ვიდეო ბლოგში და ახლაც ვიტყვი რას გულისხმობ. ჩვენ უნდა ამოვიდეთ ერთი მთავარი პრინციპიდან. რუსეთს სურდა და ახლაც სურს მთელი უკრაინის დაპყრობა. მთელი უკრაინა არის ოდესა, ხარკოვი, ლვოვი, სუმი და რასაკვირველია დედაქალაქი დნეპროპეტროვსკი, რასაკვირველია დედაქალაქი კიევი. ხა პატარა სოფლებს ან შედარებით პატარა ქალაქებს ხო ხლა არ ჩამოვასახელებ. თქვენი ცდებართვით ხო უამრავია და მათ შორის ამიტომ. უკრაინა ამ ხელშეკრულებას თუ შეთანხმებას თუ წინადადებას, რომელიც გაუკეთა მათ ტრამპმა 28 პუნქტიანს, არც მოაწერს ხელს. მაგრამ მე ვამბობ და ახლაც ვამბობ, რომ თუ ამოვალთ პრინციპიდან, რომ მთელი უკრაინის დაპყრობა უნდა რუსეთს, რუსეთი გამარჯვებას ვერ აღწევს. მან შეიძლება მაქსიმუმ წაიღოს 5 რეგიონი, ისიც ამ ხელშეკრულებით 5 რეგიონიც ვერ მიაქვს. ხელს არ მოაწერს უკრაინა, მაგრამ რომც გაგიჟდეს პრეზიდენტი ზელენსკი, გაგიჟდეს, იძულებული იყოს კუთხეში მიაყენონ, იარაღი მიადონ და ასე შემდეგ და მოაწეროს ამას ხელი, უკრაინის დამარცხება ეს არ არის. უკრაინის დამარცხება რუსეთისეული გაგებითაც და ობიექტურადაც იქნებოდა, თუ კიევში აფრიალდებოდა, კიევის თავზე აფრიალდებოდა რუსული დროშა. მაგრამ ეს ყველაფერი აკითხარით, რომ ეს ნაწილი მოჭრეს იმ ვიდეო ბლოგისა, მეორე ნაწილის თუ ბოლო ნაწილიც მოჭრეს, შუა ნაწილი უხეშად ცხადია დატოვეს და წავიდა ამ ტროლ ბოტებისა და რეალური ადამიანების მიერ ჩემი ლანძღვა გინება, ლანძღით პრობლემა არ აქვს. პრობლემა უკრაინისთვის არის სხვა რამე, უფრო სერიოზული პრობლემა. რასაკვირველია, კვლავ ვიმეორებ, რომ ის არ მოაწერს ხელს და უკვე ირკვევა, რომ არ მოაწერს ხელს, ანუ მე რამე სიახლეს კი არ ვამბობ. მაგრამ სერიოზული პრობლემა იქნებოდა, ასე ვით, უფრო სერიოზული პრობლემა იქნებოდა უკვე შემდგომი პერიოდი, როდესაც ჩვენ ყველა დავინახავდით, რომ ხელმოწერის შემდეგ ამას დაინახავდა მათ შორის პრეზიდენტი ტრამპიც, რუსეთი არ გაჩერდებოდა და ის ამ ხელშეკრულებასაც დაარღვევდა და ჰიბრიდული იარაღის გამოყენებით, ჰიბრიდული კომპონენტების გამოყენებით, ან დამატებით პლუს კონვენციური შეტევებით ის კვლავ ეცდებოდა და შეეცდება რასაკვირველია მომავალშიც კიევის აღებას. ანუ ხელმოწერას აქვს მნიშვნელობა ცხადია და ზელენსკი არ მოაწერს ხელს, მაგრამ რუსეთის ამოცანა არის მთლიანად უკრაინის დაპყრობა, მთლიანად უკრაინის განადგურება, მთლიანად უკრაინის როგორც სახელმწიფოს გაუქმება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე უნდა ამოვიდეთ. აი მე იმ ვიდეო ბლოგში, რომელიც ნაწილიც, შუა ნაწილი კონტექსტის გარეშე მე დამიტრიალეს ამ რეალურმა ადამიანებმა, ტროლებსაც ვერ ვუწოდებ ალბათ, იმიტომ რომ როგორც დავათვალიერე,
ის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შემიძლია შეურაცხყოფა მივაყენო ახლა და შეუტიო, არ ვაპირებ რა, მაგრამ ისე შემიძლია, ხო? ის ახალგაზრდა კაცი შეგნებულად აკეთებს ამას, რასაკვირველია და შეგნებულად სწორედ იმ მონაკვეთს აქვეყნებს, რომელიც ანძღვაგინების საფუძველი იქნება არის ჩემი. მაგრამ იმ ახალგაზრდა კაცას და ყველას მინდა განვუმარტო, რომ აი ფინეთის მაგალითს ვახსენებ იმ მთლიან ვიდეობლოგში. ფინეთი 39 წელს შედის დაპირისპირებაში სტალინის საბჭოთა კავშირთან. ის მარცხდება ზამთრის ომში. რამდენიმე რეგიონს არა მარტო თმობს, არამედ აღიარებს კიდეც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უკვე შემდგომ წლებში. მაგრამ ფინეთი როგორც სახელმწიფო გადარჩა. თუ გნებავთ ეს სიტყვა გამარჯვებულია, თუ გაღიზიანებთ მაინც და მაინც, ხო? თუ გნებავთ არ ვიტყვი ამ სიტყვას, არ წარბობ თქვა ამ სიტყვას, მაგრამ გამარჯვებულია, მეთქი არ ვიტყვი, მაგრამ გადარჩენილიას ვიტყვი, თუ გნებავთ. გადარჩენილია, იმიტომ რომ უკვე შემდგომ წლებში მან უამრავი აღმართი გაიარა, ეგრა მაგის პასუხი 44 წლის ომიც გაიარა. ამ ომშიც დამარცხდა 44 წლის ომშიც. წლების და 10 წლეულების განმავლობაში ის ვითარდებოდა, იყო ბევრი კამათ მსჯელობაც იყო ფინურ საზოგადოებაში, მაგრამ ფინეთი უნდა ყოფილიყო მე-16 რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ასეთად კი არ იქცა. ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორც ასე მაგალითად იყო ბალტიის ამ რეგიონზე ვლაპარაკობთ, უფრო ფართო გაგებით, ხო? ბალტიის სამივე სახელმწიფო, რომელიც შესანცლა საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის შეთანხმებით და ბალტიის სამივე სახელმწიფო მიიერთა. ფინეთის მიერთება ვერ მოახერხა და 23 წელს ფინეთი გახდა დამოუკიდებელი, ხო ისედაც იყო, ნეიტრალური იყო აქამდე, ხო, მაგრამ გახდა ნატოს წევრი, ანუ ნატოს ქოლგა არის ფინეთის თავზე. ანუ ფინეთის იცავს ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და დღეს მას ყავს გენიალ, აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ უაღრესად განვითარებული ქვეყანაა, ეს ისედაც ვიცით წესით, ხო? მაგრამ ყავს უაღრესად თამამი ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერი, პრეზიდენტი სტუბი და ის არის ერთ-ერთი რუსეთთან წინააღმდეგობის ფრონტზე ერთ-ერთი მოწინავე ფრონტლაინ country, ხო, ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ქვეყანა, რომელიც დღენიადაკ იმით არის დაკავებული, რომ რუსეთს არაფერი არ უნდა დაუთმოს დასავლეთმა ამის მტკიცებით მისი ლიდერი. ამიტომ ფინეთი არ მოგწონთ ეს სიტყვა გამარჯვებულია, ხო, თუ გნებავთ შევცვალოთ, მაგრამ ფინეთი გადარჩა 39-ში და ფინეთი გადარჩა ცრულ განადგურებას, მოდი თუ გნებავთ ასე დავამატებ 44-ში, მიუხედავად იმისა, რომ სტალინის იმპერიას ამის მწველი სურვილი ჰქონდა. აი უკრაინასაც ამ კონტექსტში წარმოვადგენდი იმ სრულ ვიდეობლოგში, რომელზეც აკითხარით, რომ პირველი ნაწილი მოჭრეს, არ გაითვალისწინეს, მესამე ნაწილიც მოჭრეს და შუა ნაწილი ჩასვეს და აგინებინებენ და აგინებს ჩემ თავს ეს პატივცემული ავტორი, მე კიდე სხვა ავტორი, რაღაცა ლინკები ქვეყნდება და ასე შემდეგ და უმრავლეს შემთხვევაში კვლავ ვიმეორებს არასწორი სტერეოტიპია, ალბათ რომ ტროლები ხო არიან, მაგრამ რეალური ადამიანებიც, ოღონდ გაუბედავ და ვიტყვი, ტვინ გამორეცხილები, რუსული პროპაგანდის ქვეშ მოქცეული პირები არიან ეს მარჩემი მაგინებლები. ეხლა ამას რო ჩავყევი, ცხადია მეცინებოდა და დიდად არ ვღელავდი ამ ყველაფერზე, მაგრამ მიკვირდა გულახდილად გეტყვით, ერთ კონკრეტულ პერსონაჟს უნდა ვისაუბრო. ერთი დიპლომატიკაცი, დავასახელებ ამ კაცს, დიპლომატიკაცი, რამდენიმე ქვეყანაში ელჩად დამუშევარი კაცი, ერთი ორგან თუ არ ვცდები დესპანად დამუშევარი კაცი, რომელიც 73 თუ 72 წლის არის, ანუ ასაკში შესული კაცია. წერს სამგვარ რამეს, რომ ტაბლიაშვილიო ჩემზე ესო კიდევ გარეთაა, ანუ ფსიქიატრიულში არ მოხვდაო. ამას რო წერს ვინმე პირი, რომელსაც მე არ ვიცნობ, ხო, დიდად არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. ხანდახანზე ხშირად გონია რომ ტროლია, ხანდახანზე ხშირად გონია რომ რაღაც სახელმწიფო პროპაგანდაში მოქცეული პირია, ხო, არ ვიცი. ხანდახანზე ხშირად გონია რომ რომელიმე სიპის ან საკრებულოს თანამშრომელია, დაავალეს, ფული გადაუხადეს, ან სულაც არ გადაუხადეს და უბრალოდ twin გამორეცხილია, მაგრამ როდესაც ამას წერს დიპლომატიკაცი, რომელიც ამასთან ჩემი ოჯახის წევრს, კონკრეტულად ჩემს მეუღლეს, იცნობს, ხო, და იცნობს კარგად.
ხო ეს ფრიად სამწუხაროა მეთქი ასე უნდა ვთქვა. ეხლა მე დავფიქრდი, ჩავწერე ერთი დუბლი ვიდეო ბლოგი, რომელშიც მას ძალიან მკაცრად ვაკრიტიკებდი, გულახდილად გეტყვით. და ვუტევდი იქ სტატუსის მისი კომენტარის ქვე კომენტარიც დავუწერე მას და ამ კაცს ქვია კოტე ჟღენდი. არაფერს არ ვერჩი, არ ვებრძვი უფრო ზუსტი ვიყო, მაგრამ ბატონო კოტემ გახსნა ცეცხლი, გამიხსნა ცეცხლი, ასე უნდა ვთქვა და ეხლა რა ვფიქრი, რომ ამ 63 წლის კაცს ვუპასუხო თუ არ უნდა ვუპასუხო. საჯაროდ იქ ვუპასუხე კომენტარის ქვე კომენტარის სახით, მაგრამ აი ესე ვიდეო ბლოგის უნდა ვუპასუხო თუ არ უნდა ვუპასუხო და რა ფორმით უნდა ვუპასუხო. მე ვიმსჯელე კიდეც ინგასთან, ჩემ მეუღლესთან ამ თემაზე. და მე რაღაც პირველამდელი ვარიანტი ვიდეოსი, რომელიც ძალიან კაცრი იყო და მკვეთრი იყო, ხო? სიმართლე გითხრათ აღარ ავტვირთე, იმიტომ რომ მე ინგასაც ვუთხარი ეს, აი, თქვათ გულახდილი რო ვიყო, რომ 63 წლის კაცია მეთქი და ეხლა მე რომ მას ძალიან შეუტიო, არ მინდა რაღაცა ინერვიულოს, იღელვოს, რაღაცა არ ვიცი, ხო? რაღაც შედარებით ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ხო, ფიზიკურ ძიმე მდგომარეობაში, მდგომარეობას გულისხმობ. მეორეს მხრივ, კარგადაც ვერ გამიგია, აი მიმართავ თუ გნებავთ, ბატონო კოტე, რას გახსენით ეს ცეცხლი, ხო? მე ხო, თქვენ ხო იცით, რომ მე პრინციპში შემიძლია ზარკვეული ფრჩხილების გახსნა, მათ შორის თქვენი საჯარო ამგვარი პოზიციების გამო თუ ამგვარი პოზიციების თაობაზე. თქვენ ხო პრინციპში იცით, რომ მე იქაც ჭყალებში გემუქრებით ჩემს პასუხში, ტექსტურ პასუხში, რომ მე აწი ვიყურეთ მეთქი. ამას ვამბობ იქ პასუხად. მე შემიძლია თქვენს ძალიან ახლო გარემოცვაზე საუბარი, რომელიც ვალდებულებით დამოკიდებულებაშია ბიზინა ივანიშვილთან, რომელიც დასაქმებულია პირდაპირ თუ ირიბად ბიზინა ივანიშვილთან. მე შემიძლია კონკრეტული გვარსახელების საზოგადოებისთვის გაცნობა, რამე ის კი არა მაქვს რაღაც ვალდებულება, რომ ეს ყველაფერი არ ვთქვა და არ გავაკეთო. მაგრამ რაღაცა სინდისი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ მიშვებს, ხო, სინდისი ბლოკავს თუ მზღუდავს, ასე ვიტყვი. ოღონდ ხაზგასმით ვამბობ აი დროის გარემო ამ ეტაპზე. თუ თქვენ აპირებთ, რომ კიდევ ასე შემომიტიოთ ხოლმე ფრიად უსამართლოდ და რაც თავარია ტროლების ლექსიკით, ტაბლიაშვილი კიდევ გარეთ არის, ანუ ხონში რატო არ არისო რა, ეს იგულისხმება ფსიქიატრიულ სამართყოფოში. ხო, თუ ასე აპირებთ გაგრძელებას, სულაც არ მინდა გულახდილად გეტყვით, ამ წუთას არ მინდა. აკიგითხარით თუ წავშალე პირვანდელი ვერსია ჩემი იმ გაცეცხლებულზე, ჩემი პირვანდელი ვერსია ვიდეო ბლოგისა, რომელშიც ფრიად მძაფრად საუბრობდი და არ ავტვირთე, მაგრამ მე უკვე იზოლებული ვიქნები თუ სწორი სიტყვაა, ხო? ან შეიძლება მართლა რაღაცა მიმტყუნოს ნერვმა და კონკრეტულად თქვენ არა რომელიმე ტროლს, არამედ თქვენ დიპლომატ კაცს, რომელსაც ბევრგან, 5-გან, 6-გან, 7-გან იტალიაში მათ შორის გიმუშავიათ შეერთებულ შტატებში რამდენადაც მახსოვს და ვიცი გიმუშავიათ და ასე შემდეგ და ავსტრიაში გიმუშავიათ. ხო, იზოლებული ვიქნები, რომ თქვენზე თქვა მძიმე სიტყვები და მთქმელი ვარ ამ სიტყვებისა, კი არ გემუქრებით მაინც და მაინც, მაგრამ არ მინდა მამისტოლა კაცი ხართ მეთქი, ასე უნდა ვთქვა და რაღაცნაირად პატივისცემა მაქვს ამ მამისტოლა კაცების მიმართ, მაგრამ რატომღაც ხანდახან დიპლომატების მიმართ და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც ხანდახან შემოერღვევათ ხოლმე თავად მათ და მათ შორის თქვენს შემოგერღვათ, აგექცათ სიტყვა და არ არის სწორი, თუმცა კვლავ ვიმეორებ, რომ არა მარტო კონკრეტულად თქვენზე, არამედ თქვენს ფართო, ან ვიწროთ უგდებავთ ასე ვიტყვი, სამეგობროზე შემიძლია 2, 3, 5 სიტყვის თქმა. მე შემიძლია თქმა იმისა თქვენ ვისთან საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაცნობა, ვისთან მეგობრობთ, ახლა რომელ სახელმწიფო პროპაგანდისტებთან ურთიერთობთ ახლა ხვდა და კიდევ საუბარი იმაზე, რა არის თქვენი ვალდებული უშუალოდ თქვენი და მთლიანად თქვენი სამეგობროს ვალდებულებითი დამოკიდებულება ბიზინა ივანიშვილთან ვალდებულებითი დამოკიდებულების მიზეზ საბაბი. მაგრამ ამ ცეცხლს არ ხსნი, არ მინდა გამოხმაურება, ბატონ კოტეშხენს მიმართავ, მაინც და მაინც არ მინდა რომ ეხლა აპატიეთ ბატონ ირაკლი, ამას ალბათ არ იზამთ. აპატიები ხართ კაცო რა.
რა უფლება მაქვს, ხო? ერთის მხრივ არც რაღაც პასუხი მინდა რომ მე იმიტომ გავაკეთე რომ და ასე შემდეგ არ გეთანხმებით და რაღაც ეგ შესანიშნავად ვიცი რატომ გააკეთეთ საბოლოო ჯამში, ანუ ხვდები, ეჭვი მაქვს, ფიქრი მაქვს ამის დაუბრუნდას. მომავალი საქართველოს როცა შეიქმნება, ახლა უკვე ბატონო ჭრენც აღარ ეხება ეს. ძალიან კარგი იქნება ერთი რამე რაც მოხდება, ხო? მოხდება ის რომ ტროლბოტების მნიშვნელოვანი ნაწილი გააქვდება, კი არა გააქრება. იმიტომ რომ დაფინანსება არ უნდა გამოხოს და აღარ გამოხობს, აღარც მუნიციპალიტეტის დონეზე, აღარც რომელიმე მერიის დონეზე, რომელიმე ქალაქის მერიის დონეზე, აღარც საკრებულოს დონეზე, აღარც დედაქალაქის დონეზე, აღარც მთავრობის, აღარც სამინისტროს, რაღაც უცხების, სიპის, აიპის, შმაიპის და ასე შემდეგ დონეზე დაფინანსებას იმ 20 ლარს თითო თუ 30 ლარს თითო ტროლზე, რომელიც ჯამში კი არის, რა ვიცი, ღმერთმა უწყის, რამდენი და უმრავლეს შემთხვევაში PR სამსახურებიდან გადის ეს ყველაფერი, ხო? ასევე ძალიან კარგი იქნება და კარგი რამ მოხდება, როდესაც არა ტროლები, მაგრამ ტვინ გამორეცხილებით შესაბამისად შეამცირებენ საკუთარ ამ აგრესიულ რიტორიკას. მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ჩვენ მათ შორის პრორუსული არხებიც დავბლოკოთ და ესეთი არხები ინტერნეტ სივრცეში რამდენია უკვე ვეღარც მოითვლი კაცი, მაგრამ ის რაც დაემართა იმ ტელეკომპანიას აღარ მახსოვს რა ქვია, იგა რა ქვია ის კაცი როა ჟავანაძე, ნიკოლოზ ჟავანაძე, ხო? ის ნიკოლოზ ჟავანაძეს არხსაც დაემართა, ის ნიკოლოზ ჟავანაძე როა რუსი რა, მოსკოვშია, კრემლში რო დასეირნობს და რაღაც სიცოცხლეებს რო აკეთებს. ხო, მისი არხი იხურება, არ მახსოვს როგორც არხს რა ქვია. ასეთივე ბედი ელიც ძალიან ბევრ ამ ინტერნეტ ან რეალურ არხს, ხო, ანუ რაღაც ტელევიზორში რო ვნახულობ. იმიტომ დაფინანსება აღარ ექნება. ამ ჟავანაძის არხს დაემართა შემდეგი რამე, რომ მისი დაფინანსებელი იყო, აი ეს ღვინოებს და ვისკის რო ფალსიფიცირებას უკეთებდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრივში ღარიანელი გიორგი კანდელაკი, ის აღარ აძლევს ფულს. საბოლოო ჯამში დიდი ფული კი არ უჩნდებოდა, ეხლა ეს მართლა ტელევიზია ხო არ იყო, ერთი სტუდია იყო და ჟავანაძე გზანდებოდა ხოლმე და რაღაც ისულელებს ლაპარაკობდა, ხო? კანდელაკი თავად დაპატიმრებულია, კანდელაკი ვეღარ აძლევს ამ ჟავანაძეს ფულს და ასე შემდეგ. ასე დაემართებათ, შემიძლია დავასახელო კიდეც იმ არხებს, რომლებიც ახლა 13-ანი გაბლატავდნენ. მაგალითად ბატონი გულაშვილის არხს, რომელსაც დღე და ღამე ხავს ეს რუსები, ქართულგვარიანი რუსები მოწვეულები. და ასე შემდეგ და ჯორჯიან ტაიმს, ხო? ეს დიდი ხანია ჯორჯიან ტაიმსი ბაზარზეა, როგორც გაზეთი იყო თავიდან და ასე შემდეგ. ეხლა შეიძლება გამოდის, არ ვიცი. მაგრამ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი არხი როა, ესეც ფაქტია, რუსულობის თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ხო? იქ რაღაც მაქსიმ შევჩენკოს რო ელაპარაკება ხოლმე იმას, რასაც ელაპარაკება მალხაზ გულაშვილი, რუსულობაა, ხო, საქართველოს პირდაპირ ღალატია. მაგრამ მე არა ვარ მომხრე, რომ ხელოვნურად დაიჩაგროს მალხაზ გულაშვილის, მათ შორის მალხაზ გულაშვილის არხი. მე მგონია, რომ როცა დაფინანსებები შეუწყდება და ადრე თუ კი არ გაირკვევა საბოლოო ჯამში, მე არ ვიცი, ხა უშუალოდ ბიზნესგან არ ვიღებ 5 თეთრიც არ ამიღია, ბიზნესგან არიღებ და ბიზნეს რაღაც ტიპებისაგან მიღებ, რომლებიც ვალდებულებით დამოკიდებულებაში არიან ბიზნესთან და ვიღაცამ სუსმა თუ არა სუსმა უგარნახა, ხო? რომ აფინანსეთ ეს არხიო რაღაც, ავიცი, ოპერატორს ხო უხდით თანხას და რემონტაჟეს და ვიღაცას, ხო? ეთერში გამშვებს, ხო? პულტზე ხო ვიღაცა ზის. ხო, და ბუნებრივად გაქრება. ჯორჯიან ტაიმსი არ გაქრება, სხვა გაქრება და ასე შემდეგ. მოკლედ შემცირდება მათი რაოდენობა და ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ამგვარი საქართველო უნდა შევქმნათ. ჩვენ სადაც ნაკლები, მათ შორის საინფორმაციო სივრცეში, ნაკლები იქნება რუსეთი, ნაკლები იქნება რუსეთობა და ნაკლები იქნება რუსეთისათვის და რუსეთობისთვის ესოდენ სასარგებლო ტროლბოტაობა და სიზულვილის კამპანიები, რომლებსაც აწარმოებენ პირები, თორე Facebook-ზე ხარავინ არ შეუზღუდავს ბატონ ჟღენს და უბრუნდი მას და მაგრამ ხატონ ჟღენსაც აღარ ექნება ეს გადაბსკვნილობის მწველი სურვილი ძალკეულ სახელისუფლო ვერტიკალებთან, საძალაუფლებო ვერტიკალებთან, რომელიც მე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რა ვიცი რატომაც აქვს, მაგრამ აღარ გავხსნი ფრჩხილებს, იმიტომ რომ პატივს ვცემ ასაკს და იმიტომ რომ მე არ მიყვარს ესეთი რაღაცეები ამგვარ პირებთან, რომლებსაც რაღაც იოტის ოდენას, ფრჩხილის ოდენას, ნაწილის, მოლეკულის ოდენას დამსახურება აქვთ. ისე განვუმარტავ ბატონ ჟღენს, რომ იცის, მას მართლა წაკითხული აქვს ბევრი ტროლისაგან განსხვავებით, ბევრი რამ,
ასე ვიცი მე ყოველ შემთხვევაში, ასე ვხვდები გულახდილად გეტყვით, ეხლა ერთად არ გვიგითხავს, არ წაგვიგითხავს ბერდიაევი. არც მე და არც მას და არც მის ერთ მეგობარს, მაგრამ ამას არ აქვს ეხლა მნიშვნელობა. ხო, ეთყობა ბატონ შხენს, მით უფრო სამწუხაროა მისგან ამგვარი კომენტარების მოსმენა. მე გეტყვით და ბატონ შხენს განუმარტავ კიდევ ერთხელ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ვთქვი, რაზეც თქვენ კომენტარს აკეთებთ, ბატონ გოტე, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ სრული უკრაინის დაპყრობა უნდოდა და უნდა რუსეთს აქვე იმ ბლოკში, რომლის ნაწილსაც მოусმინეთ თქვენ და ფსიქიატრიulis პაციენტი მიწოდეთ ან ფსიქიატრიულში გამიშვით თუ ისურვეთ რომ იქ ვიყო. იმ ბლოკში მე განვარტავ ამას, რასაკვირველია, ვახსენებ ხსენებულ კიდევ ერთხელ ვიყი ფინეთის მაგალითს იცით თქვენ, რომ მთელი ფინეთის დაპყრობა უნდოდა საბჭოთა კავშირის 39-ში თუ 44-ში და ფინეთი გადარჩა როგორც სახელმწიფო. მესმის რომ ზმნა უკრაინა გაიმარჯვებს, ეს ზმნა გაიმარჯვებს, შესაძლოა გამაღიზიანებელია. ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს მეთქი, ესე უნდა მეთქვა ალბათ, ან სხვა სიტყვა უნდა მეთქვა, მაგრამ თქვენს გაღიზიანებას კი ნამდვილად არ ველოდით, როლბოტები კი ფეხებზე მკიდია, მეთქი ამას კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ. ეხლა მე თქვენ არ გარცხვენთ, მე არ მოგიწოდებთ კვლავ ვიმეორებ იმისთვის, რომ გამომეხმაუროთ, ოდიში მომიხადოთ, ან რაღაცა პოლემიკაში შემოხვიდეთ და საკუთარი პოზიციები დაიცვათ, მაგრამ თუ ამგვარ რიტორიკას გაანაგრძობთ, რომ ტაბლიაშვილი ფსიქიატრიulis პაციენტი უნდა იყოს, მეც რომელიღაც ეტაპზე შეიძლება მიმტყუნოს ნერვმა, ასე ვიტყვი, არ გემუქრებით, ოღონდ ეხლა ისე არ გამომივიდეს და უფრო ფართოდაც ვისაუბრო თემაზე, რა გჭირთ. აქ ამ ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალებს, რომლებიც სახელმწიფო ნავში აღმოჩნდით და ზოგიერთ თქვენგანზე ვილაპარაკოთ ჩემეული ფიქრით და ჩემეული აზრით და ჩემეული ვერსიით და ჩემთვის არსებული შემსხელთ არსებული ინფორმაციით, რატომ აღმოჩნდით ამ სახელმწიფო ნავში, არ გაშანტაჟებთ, რასაკვირველია, რა უფლება მაქვს, უბრალოდ თქვი, მოკლედ ამოვწუროთ ინციდენტი, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით. და ეს ჩემი აზრით სწორი იქნება. ერთ საათს ვიტყვი, ბარებ თქვენის ნებართვით მესიჯი მომივიდა, არ ვიცი. ერთ საათს ვიტყვი თქვენის ნებართვით, რამდენიმე დღის წინ მე მომიხდა უფრო მძიმე ინციდენტი, ოღონდ უცნობ პირთან, გვარს არ აქვს მნიშვნელობა, ერთ აჭარელ კაცთან, პირადი მეუწერის დონეზეც კი უკვე შემდგომ, მაგრამ ის კაცი აღმოჩნდა ღირსეული კაცი, ჩემი ოპონენტი, მაგრამ აღმოჩნდა ღირსეული კაცი, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ლაპარაკი პოტენციურ, რატომღაც ვიგრძენი, რომ იმგაც შეეძლო მძიმე საუბარი გქონდა ძალიან თავდაპირველად ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მერე არ აქვს გვარსახელს მნიშვნელობა. მერე ესე ვირტუალურად ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით მეთქი, ასე ვიტყვი. ხო, ის ოპონენტი არის ჩემი, ის დარჩება ჩემს ოპონენტად, მე შესაბამისად მის ოპონენტად, მაგრამ ამ კაცთან მე ურთიერთობა დავიწყე ონლაინ ურთიერთობა, იმიტომ რომ მეომა მით თქვა რომელიღაც ეტაპზე, რომ მეომარი კაცი ვარო, საჯაროდ თქვა და აი მეომრებს მე განსაკუთრებით პატივს ვცემ, ანუ იბრძოდი რუსეთის წინააღმდეგ და მეომრებს განსაკუთრებულ პატივს ვცემ და სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ბილდ სიტყვა დისკუსიაში კი არა, ამაში პოლემიკაში და კონფლიქტში არ შევიდე. და ჩვენ ამოვწურეთ ინციდენტი. მე არ ვიცი ბატონ შხენთან ამოვწურავთ თუ არა ინციდენტს, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ბატონი შხენტის იმ კაცის ჩემი და ყველა პატიოსანი კაცის საქართველოს გადარჩება. ბატონ შხენს თუ უნდა რომ პატიოსანთა კოჰორტაში იყოს, მას ამის შესაძლებლობა გასაკვირველია აქვს და თუ არ უნდა, მაშინ მომიწევს რომ იყო დაუნდობელი. ნახვამდის.